და დასრულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არის მერტი. ელოცავთ დღევანდელ დღეს წინა დაცვითა სუფლისა ჩვენისა, მაცხოვრისა იესო ქრისტეს, ასევე უდიდესი ღვთისმეტყველის მსოფლიო მნათობის წმინდა ბასილი დიდის სცენების დღეს. ჩვენ დღესასწაული ქრისტეს შობისა და შემდეგ მომდევნო დღესასწაულები წინა დაცვეთა უფლისა, ნათლისღება, მირკმა, ჯვარცმა, აღდგომა, ამაღლება, ეს ყოველი დღესასწაული არა მხოლოდ ისტორიული თვალთახედვით უნდა გავიაზროთ, არამედ სულიერადაც, მისტიკურადაც, იმიტომ რომ რეალურად ის რაც აღსულდა ქრისტეს შობის დღესასწაულზე, რომ განკაცდა მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე ხატი მონისა მიიღო, როგორც ამას წმინდა წერილი ბრძანებს, აი ამაში მდებარეობს მთელი არსი სულიერი ცხოვრებისა და ჩვენც ამიტომ როდესაც საუბრობდით ადამის ცოდვაზე და შემდეგ მის გამოხსნის აუცილებლობაზე, სწორედ აი ამ მნიშვნელოვან გარემოებაზე უნდა იქნეს გამახულებული ყურადღება. იმიტომ რომ არა ახალი ადამის, ანუ მეორე ადამის, როგორც ქრისტეს უწოდებენ, შობა ამქვეყნიური ჩვენი მდგომარეობა იქნებოდა მეტად ძიმე და სავალალო. მაცხოვნებელი გზა სწორედ ქრისტეს განკაცებამ მოუტანა კაცობრიობას. და ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ უკვე ჯვარცმის შემდეგაც უკვე გაჩნდა ისეთი კატეგორიის სექტები და არასწორი არამართლმადიდებლური ხედვები, რომ თითქოს და ქრისტე არ იყო რეალური პიროვნება, რომ თითქოს მოჩვენებითად მოვიდა. ამიტომ დღევანდელი დღესასწაულის მნიშვნელობა სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ქრისტე არათუ მოვიდა განკაცდა, არამედ რეალურად ხორცში ცხოვრება, მისი ეს ისტორიული ცხოვრება აღწერილია ისტორიულად, დოკუმენტურად და თავად ეს წინა დაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც რეალურად არ საჭიროებდა ამას, მაგრამ ეს ყოველივე საიმისოდ განახორციელა, რომ არათუ დაერღვია რჯული, როგორც თავად ბრძანებს, არამედ რათა აღესრულებინა რჯული ძველი აღთქმისა და შემდეგ უკვე ახალ აღთქმა მოავლინა კაცობრიობას. აი ესევე, აი ეს ქრისტეს წინა დაცვეთის დღესასწაული ამდენად და ყოველივე შემდგომი დღესასწაულები არის ამ კუთხით მეტად მნიშვნელოვანი. ჩვენ თქვით, რომ ადამის ცოდვის შედეგად იყო კაცობრიობა მთლიანად დასნეულებული და ეს ყოველივე წმინდა პავლე მოციქულმა ბრძანა ძმანდა დანოდა. შეგახსენებთ აი ამ პავლე მოციქულის აი ამ სიტყვებს, რომ სოფლად შემოვიდა და ცოდვისა ძლით სიკვდილი და ესეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკვდილი მოიწია, რომელთა ყოველთა შესწოდეს. ანუ ყველა ადამიანმა, ესე იგი, აი ამ ცოდვით შესწოდაო. წმინდა ამის განმარტება წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი აკეთებს და ეს განმარტებაც ჩვენ უნდა წავიკითხოთ და გეტყვით შემდეგ რა არის ამისი მიზეზი, რომ ჩვენ ესე დეტალურად აი ამ საკითხს უნდა ჩავეცდებით. ცოდვა და სიკვდილი სამყაროში ერთი ადამიანისაგან შემოვიდა და კვლავ ერთი ადამიანით ქრისტეთი იქნა ძლეული. რას ნიშნავს სიტყვები, რომელთა ყოველთა შესწოდეს? იმას, რომ ადამიანში ყველამ შესწოდა. როგორც კი ადამი დაეცა, მაშინვე ჩვენც ყველანი, ვისაც არ გვიგემია აკრძალული ნაყოფი. ოქტავნი გავხდით, თითქოს იმგვარადვე დავეცით, იმიტომ რომ ის დაეცა. ეს არის წმინდა თეოფილაქტე ბულგარელის განმარტება. ეხლა ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ ამაზე დიდ ყურადღებას ვამახვილებთ, რომ დღეს საზოგადოებაში უკვე ვრცელდება სამწუხაროდ სასულიერო პირებისაგანზე. ესეთი აზრები, რომ თითქოს ჩვენ ვღებულობთ ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვის შედეგს და არა თავად ცოდვას.
და არის ესეთი გამონათქვამებიც, რომ აი ადამმა შეცოდა, მე რა შვაში ვარო, ან ის მაშინ მე არ ვიყავი, როცა ადამი იყო და ჩვენ სწორედ აი ამიტომ მოგყავს ეს სიტყვები წმინდა წერილისა და შემდეგ თეოფილაქტე ბულგარელისა, რათა აი ეს კარგად დავინახოთ. მაგრამ მივყვეთ კიდე სხვა ეკლესიის სისავსის მიერ გადაწყვეტილებების განსაზღვრებებს, აი აღმოსავლეთის პატრიარქები თავის ეპისტოლეში ასეთ რამეს ამბობენ, რომ წამს, რომ ღვთის მიერ შექმნილი პირველი ადამიანი სამოთხეში დაეცა, როდესაც არ დაემორჩილა ღვთის მცნებას და გველის მზაკრულ რჩევას დაექვემდებარა. აქედან პირველქმნილი ცოდვა მემკვიდრეობით მთელ შთამომავლობაზე ისეთნაირად გავრცელდა, რომ ხორცში შობილთა შორის არავინაა თავისუფალი აი ამ ტვირთისაგან, არავინაა ვინც არ შეიგრძნო დაცემის შედეგი თავის ცხოვრებაში. ასევე მართლმადიდებლურ აღსარებლობაში გითხულობთ, ეს წიგნები იმდენად მნიშვნელოვანია, სიმბოლური წიგნები მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომ გამოხატავს სისავსის გადაწყვეტილებას. ამიტომ ჩვენ კერძო აზრების მოსმენა, კერძო აზრები შეიძლება არსებობდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, არ არის უპირატესი იმაზე, ვიდრე სისავსით, ესე იგი კრებსითად ეკლესიის მიერ გადაწყვეტილ განსაზღვრებებზე. ამიტომაც ჩვენ აი ამ კიდე მეორე მართლმადიდებლურ აღსარებლობას მოვუსმინოთ, რომ ვინაიდან ადამიანში ყველა ადამიანი უმციკლოდ იმყოფებოდა, როგორც კი მან შესწოდა, ყისიერად ყველამ შესწოდა მასში. ხედავთ როგორ წერია, ესე იგი ადამა შესწოდა, ხო? ჩვენ ჯერ დაბადებულები არ ვართ, მაგრამ ყისიერად ჩვენი ბუნება ადამიანისი დასნეულდა და ცოდვის მიერ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამდენად არა მარტო ცოდვას დაექვემდებარნენ, არამედ სასჯელსაც ცოდვისათვის. სასჯელის რაობა ღვთის შემდეგ განსაზღვრებაში განცხადა, ხოლო კეთილისა და ბოროტისა შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჯამო, რადგან როგორც კი შეჯამ, მოკვდები. ეს დაბადების წიგნში წერია. ამას ვამბობს მოციქული, როდესაც ამბობს, რომ რომელთა ყოველთა შესწოდესო, რომელიც ჩვენ უკვე წავიკითხეთ. ამრიგად, ამ ცოდვით ვისახებით დედის საშოში დავით მეფსამუნის სიტყვისაებ, რამე თუ ესე რა უშჯულოება და შინა მიუდგა და ცოდა და შინა მშვამე დედამან ჩემანო. გახსოვთ ხო ეს სიტყვები? იმიტომ ვისახებით ჩვენ ამ უშჯულოებაში, იმიტომ რომ ეს ადამიანის ცოდვა მოყვება, თორე ჩვილს სხვა რა ცოდვა უნდა კონდეს, ჯერ მithumetes მუცელში, ჯერ არ დაბადებულს. მაგრამ ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ ჩვენ ადამიანის ცოდვაზე არ გამომახვილებთ ყურადღება ძმაუნდა დანო, შემდეგ გამოდის ესეთი რამე, რომ გამოხსნა თურმე არ ყოფილა საჭილო ქრისტეს მიერ, მაშინ გამოდის, რომ ნებისმიერი ჩვილი სხვა რჯულის წარმომადგენლებიც უკვე გადავიდეთ მუსლიმანებზე და სხვა ბუდისტებზე თუ სხვა რელიგიის წარმომადგენლებზე რა დააშავა იმ ჩვილებმა, ხო? აი ესე ითქმება ეს და არაფერი არ დაუშავებია, პირადი ცოდვა მათ არ აქვს, მაგრამ ადამიანის ცოდვა ყველა ადამიანს მოყვება. და აი ამ ადამიანის ცოდვისაგან გამოხსნა მხოლოდ ქრისტეში არის შესაძლებელი. ანუ ვინც მეორე ადამიანში უნდა იყოს, ესე იგი ნათლისღებით განწმენდილი. აი ეს არის აუცილებელი პირობა ძმაუნდა დან. აი წმინდა იოანე ოქროპირსაც მოусმინოთ აი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ის რომ ერთი ისჯებოდეს მეორეს დანაშაულის გამო, არც თუ სამართლიანი გონია. აი ჩვენი შეხედულებები, ხო? ეხლა რომელსაც აჟღერებენ, რომ თითქოს და სამართლიანად არ ჩანსო, ხო? ახლა ერთმა შეცოდა ადამმა და მე რატომ უნდა დავისაჯო, მაგრამ ერთი რომ ცხონდეს მეორეს წყალობით, მეტად მისაღები და გონების შესატყვისია. ანუ მეორე ვინ იყო? ეს ქრისტე, ხო? ანუ მეორეს რომ ცხონდეს მეორეს წყალობით, ანუ ქრისტეს წყალობით რომ ცხონდეთ, ეს მისაღებიაო. და რადგან მოხდა პირველი, ანუ პირველი რა მოხდა? რომ ადამიანის შეცოდების გამო ყველა მიგემა სიკვდილი, მაშინ მით უფრო აღსრულდეს მეორე. ანუ ქრისტეს ესე იგი მოსვლის შედეგად გამოხსნა ხდება, სწორედ მეორე ადამიანის მოხსნის შედეგად ხდება გამოხსნა
კაცობრიობისა, მათი რა თქმა უნდა, ვისაც ეს სურდა და ვინც გახდა ეკლესიის წევრი. დღეს კიდე ესეთი კერძო აზრებზე, როდესაც ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს არგუმენტირება ესეთი, რომ თითქოს წმინდა კირილე ალექსანდრიელს აქვს ესეთი რამ ნათქვამი, რაც მე ვთქვი, რომ აი თითქოს და ადამა შეწოდა და ეს ჩვენ თვითონ ადამის ცოდვა არ გვაქვს ვითომ და შედეგი არის ცოდვისა ჩვენშიო, მარტო შედეგი და არა თავად ადამის ცოდვა, მაგრამ თავად წმინდა კირილე ამას არ ამბობს ესე და საიდან მოაქვთ ესეც გასარკვევია, მე ყოველ შემთხვევაში ვეძებე და ესეთი რამე ვიპოვე წმინდა კირილე ალექსანდრიელისა, რომ მას შემდეგ, რაც ცოდვის შემოქმედმა, ანუ ეშმაკმა, ხო? აცთუნა ადამი და უგუნურ ცოდვაში ბრალეულობით მოიწია სიკვდილი, მაშინ ბრალეულობა ყველა ადამიანზე გადმოვიდა, ვინაიდან ვნება ფესვებიდან პტოზე გადადის, რომაელთა ეპისტოლია. როგორც ადამის დაუმორჩილებლობა მიგვიყვანა საჯელამდე, ასევე ქრისტეს მეორე ადამიანის მორჩილებამ ამაზე ციერის კურთხევის თანაზიარება გვარგუნა. აი ესეთია წმინდა კირილეც ფაქტობრივად იმეორებს იგივე აზრს, რაც ჩვენ ზემოთ წავიკითხეთ თეოფილაქტესიც, იოანე ოქროპირისიც. ამიტომ რომც იყოს ახლა ესეც ამაზეც უნდა გავამახვილოთ ჩვენ ყურადღება, რომც იყოს სადღაც ნათქვამი წმინდა კირილეს შეიძლება კონდეს სადმე სხვა ვარიანტიც ნათქვამი, ანუ დაუშვათ მისი პერიოდის რაღაც ცხოვრების პირველ ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ ესწავლება შეიძლება საბოლოო ჩამოყალიბებული არ იყო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მესამე მსოფლიო კრება არ მომხდარა, წმინდა კირილეს ცხოვრებას თუ გადავხედავთ, იქ დავინახავთ უამრავ აი ესეთ საჭირო საკითხებზე კამათებს და შემდეგ ბოლოსკენ აღმოსავლეთის მამებთან აქვს საბოლოოდ შეჯერებული და შეჯამებული აი თავისი ღვთისმეტყველება. ამიტომ არც ის გაგვიკვირდება თუ კერძო აზრი იყო. ამიტომ ეკლესიის სწავლებაში როგორც გითხარით ესია, რომ არავითარ შემთხვევაში კერძო აზრი არ შეიძლება ჩვენ წამოვწიოთ წინ და დავჩtildeოთ ამით მთლიანად მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ აგერ წავიკითხეთ, კიდე არის უამრავი ამონარიდი შეიძლება, მაგრამ ამის საჭიროებაც ახლა უკვე აღარ არსებობს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანში წმანდადანო ყველამ შევცოდეთ ჩვენ. სწორედ ადამიანის, ანუ ადამიანის საჭიროება იყო, განხორციელება ქრისტეს რატო იყო საჭირო წმანდადანო, იმიტომ რომ ადამიანმა შეცოდა და ადამიანსვე თავისი მსხვერპლ გაღებით უნდა გამოეხსნა კაცობრიობა. ანუ ქრისტე როგორც ღმერთის სრული და კაცის სრული, ხო? კაცი ბუნებით გარდაცოდვისა მთლიანად ადამიანური ბუნება მაცხოვარმა მიიღო, ხო? აი ამ ადამიანური ბუნებით უნდა მომხდარიყო გამოხსნა. ეს ჯვარცმა ტკივილი ბნება, რაც მაცხოვარმა ჯვარზე აიტანა და ზოგადად აი ამ თავისი ცხოვრების განმავლობაში, ეს ყველაფერი, რაც ტანჯვები აიტანა, ადამიანურმა ბუნებამ აიტანა ქრისტესმა და არა ღვთაებრიმა, რომელიც მუდამ ამის წიაღში იმყოფებოდა ამავდროულად. ამიტომ არც შეიძლება ეს უდიდესი მკრეხელობა იქნება ვთქვათ, რომ ღვთაებრივი ბუნება იტანჯებოდა. ღვთაება ღვთაებრივი ბუნება არასდროს არ იტანჯება, იმიტომ რომ ის მარადიულად ნეტარი მდგომარეობაშია და ღმერთი მუდმივად ნეტარია და მუდმივად არის აი ასეთ მდგომარეობაში. აი ეს არის წმანდადანო დღევანდელი ჩვენი სათქმელი, უნდა ვიცოდეთ, რომ მართლმადიდებლსაც სხვათა შორის უწმინდესის ეპისტოლეც ჩვენ წავიკითხეთ აქ ღამის თევაზე, სწორედ აი ამ საკითხებს ეხებოდა, თუ კარგად დააკვირდით, ადამის ცოდვაზე იყო გამახვილებული ყურადღება, იმიტომ რომ აი ეს საკითხები წამოიჭრა დღეს და უნდა იცოდეს ადამიანებმა, რომ ადამმა შეცოდა, ესე იგი ადამიანში იმ ბუნებაში იყო ყველა ადამიანი იგულისხმებოდა. ყველამ შევცოდეთ და ახალმა ადამიანმა ქრისტემ გამოგვიხსნა ჩვენ კაცობრიობის ცოდვებისაგან, რომელშიც იმყოფებოდა თვითმართლებიც, რომლებიც ცხოვრობდნენ ძველი აღთქმის პერიოდში. ღმერთმა დაგლოცოს, ღმერთმა მრავალს დაგვასწროს და წყალობა და კურთხევა არ მოგვაკლოს ჩვენ.
ასევე ვთქვათ, რომ ბასილი დიდის შესახებ უდიდესი მამა მეოთხე საუკუნისა, უდიდესი მებრძოლი ერესთან, რომელიც იყო მაშინ არიოზელების ერესი და ესეთი სიტყვები არსებობს ათანასე დიდის, ათანასე ოდნავ ადრე მოღვაწეობდა და პირველი დარტყმები, ასე ვთქვათ, და პირველი ბრძოლები ათანასემ აიტანა ამ ერეტიკოსებისგან, მაგრამ სიბერეში დაინახა, რომ უკვე კათედრაზე კაბადოკიაში გამოჩნდა უდიდესი მნათობი ბასილი დიდის სახით და მაშინ ათანასემ თქვა ესეთი სიტყვები, რომ აწი შემიძლიათ რაღაცა შვიდად განვისვენო, ვინაიდან დავინახე ის ჭეშმარიტი მნათობი ეკლესიისა, რომელიც აი ამ წვალებლობას ღირსეულად გაუმკლავდებოდაო და ნამდვილად ესე მოხდა ბასილი დიდის უდიდესი მოშურნეობით, ღვთაებრივი სიტყვით, ღვთისმეტყველებით, რომელიც არის დღესაც ჩვენთვის მასწავლებელი და არა მარტო მასწავლებელი, არამედ მთლიანად ეკლესიის მასწავლებლებს შორის ბასილი დიდს, გრიგოლ ღვთისმეტყველს და იოანე ოქროპირის პირველ ყოვლისა მოიხსენებს დედა ეკლესია, ამას ჩამოლოცვაც ადასტურებს ჩვენი, იმიტომ რომ სწორედ აი ამ დიდმა მამებმა დაასვა დაღი აი ამ უდიდეს ჭეშმარიტებას, რასაც ქვია მართლმადიდებლობა, გაუსვეს ხაზი სერიოზული, აი ესეთი მტკიცე საღვთისმეტყველო განსაზღვრებებით და უკუაგდეს ყოველივე ის ერესი, მწვალებლობები, რომელიც იმ ეპოქებში არსებობდა. ღმერთმა ბასილი დიდის ლოცვით შეგვიწყალოს ჩვენ და სრულიად საქართველო.